ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გითხარით. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ჩვენ გვაძლევენ 100 ერთეულ თანამედროვე იარაღს ან 5000 ჩაფხუტს. ვაფასებთ ნებისმიერ დახმარებას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს. ეს არ არის საქველმოქმედო შენატანი, რომელიც უკრაინამ უნდა ითხოვოს, ან რომლის შესახებაც უნდა შეახსენოს პარტნიორებს. არც კეთილშობილური ჟესტია, რის გამოც უკრაინა ქეთს უნდა იხრიდეს. ეს თქვენი შენატანია ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებაში, რაშიც უკრაინა უკვე 8 წლის განმავლობაში ასრულებს ფარის როლს და 8 წლის განმავლობაში აჩერებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჯარს, რომელიც დგას ჩვენი საზღვრის გასწვრივ და არა ევროკავშირის. გრადები მოფრინავდნენ მარიუპოლში და არა ევროპის ქალაქებში. ბრძოლების შედეგად განადგურებულია აეროპორტი დონეცკში და არა ფრანკფურტში და ყოველთვის ცხელა ავდეევკაში და არა მონმარტში. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის რა არის სამხედრო დაკრძალვები ყოველდღე ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპულმა ლიდერმა არ იცის რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულების ოჯახებთან. კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ. ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ.